Nika, დღეს განსაკუთრებულ ხასიათზე მეჩვენება ნიკა მელია, რაღაც ცოტა იუმორის, ბევრს იცინის, არადა ძალიან მნიშვნელოვანი. და სალომე ზურაბიშვილისგან ელოდება ან ყოველ შემთხვევაში არ ვიცი თუ მოისმენს ნიკა ჩაიზე დაგპატი. მე ხა გულწრფელად გეტყვით წეგან Facebook-ზე გავაზიარე ჩვენს ჟურნალისტ ჩემს კოლეგას ნატა ქაჯაიასედოს სურათები და ნახევრად სავსე დარბაზი ოცნები დაკომპლექტებული და აქეთა ფლანგზე არიელი დარბაზი აიხლაც გადის ეს კადრები და ავტომატურად რა თქმა უნდა გამახსენდა ის დღე აი სუცარიელის კამები და მარტო ნიკა მელია რო იჯდა იქ. რა არის ეს დღევანდელი და რისი მომტანია ქართული პოლიტიკისთვის? საერთოდ არ დამოვიწყეს აი ეს დარბაზის ანუ ის მიზესენა რომ გაიხსენეთ მინდა თქვა ამასთან დაკავშირებით ორი სიტყვა. ამიტომაც გამოვრიცხავდი და გამოვრიცხავ უბრალოდ ვერ ხედავ ვერც ადამიანს, ვერც დეპუტატს, ვერც 23 ადამიანს, მით უმეტეს ერთს, ვინც შევა ამ პარლამენტში არათუ დაუკანონებს იქ მოპარულ არჩევნებს ამას შევეშვათ და დაждდება იქ სადაც 90 ადამიანი არის ერთი კაცი წარმომადგენელი და მე მარცხენა მხარეს ანუ სადაც სიცარიელია და სიხალვათია იქნება ერთი ან ორი ადამიანი იქ სადაც მე ვიყავი მაგრამ გძნობდი მაშინ მე უდიდეს ხარდაჭერას საზოგადოებისა თქვენის მედიის თქვენ საზოგადოების ხარდაჭერას გძნობდი მაშინ განსხვავება ახლა იქნება რა იქ ვინმე დაждდება პირიქით საზოგადოება ზურგს შეაქცევს უბრალოდ არ ვიცნობ და ეს მამშვიდებს კიდევაც იმიტომ გასაგები არის და ახლა თუნდაც არ ვამბობ და არც მithქვავს რამდენიმე ადამიანი შესაძლოა სურვილი ჰქონოდა შესვლის მაგრამ ეს ის რუბიკონი იქნება რომელსაც ვერ გადალახავენ არ არსებობს ყველა თქვა სხვათა შორის ყველაზე ოპტიმისტური ეს თქვა სცენარის მომხრე არის ელისაშვილი ისიც ამბობს რომ თუ შეთანხმება არ იქნება მე და ლევან იოსელიანი ვერ შევალთ ამ პარლამენტში არც ალეკო ელისაშვილი დიან და არც ლევან იოსელიანი არ შევლენ, ვერ შევა, ვერავინ ვერ შევა. შეთანხმების გარეშე ყველა ამბობს რომ არ შევა. უბრალოდ მე რაც არ მესიამოვნა, მე მართლაც პატივცემს სხვა რაღაც ურთიერთობა ჩამომიყალიბდა ბეტაკებად ეხა ერთი თაობის წარმომადგენლები კი, შენ და ალეკო მინდა გითხრა რომ მთელ რიგ პროცესებში მათ შორის CSKO-სთანაც რაღაც მეგობარ ლიდერებად პოზიციონირებდით და უბრალოდ ეხა ნუ არანორმალურად არ ვეთანხმები, იმიტომ რომ ერთია ხა შიგნით რაზე ვკამათობ, ვჩხუბობთ არ ვეთანხმებით ერთმანეთს, მაგრამ საჯაროდ გამოვიტანოთ ის რაც არ ხდება შიგნით, ხო ეხა მედა გიგაბოკერია შორის ეხა დიდი სიყვარული დამალული არ არის შუაში, ხო? არ გიყვართ ბოკერი? არა, ხო რა? ანუ ვაკეთებ უბრალოდ სტრესინგ სპეციალურად, ანუ აქცენტირებს სიყვარულზე, თორემ ნამდვილად არ უძულს ერთმანეთი, ფაქტია, მაგრამ ეხა მე სიყვარული ერთმანეთს მაგრამ პოლიტიკა არის ვიდა არ გინდა ეხლა თქვათ ეხლა გიგაბოკერია არის ეხლა განოსტილი პოლიტიკოსი ეხლა ადამიანი რომელიც თავისი ხელწერა აქტიური ადამიანია მოლაპარაკების პროცესში არა რისი ფამიდა მაგრამ თქვა იმისა რომ ეხლა გიგაბოკერია მართავს პროცესებს ვისაც ნახავთ რა არ არის უბრალოდ კორექტული ჩემი აზრით და თავდასხმა ერთმანეთზე საჯარო სივრცეში არ შეიძლება კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ პატივისცემას მაგრამ ეხლა პატივისცემა ერთია და სიმართლე არის მეორე რაც უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის სიმართლე ეხლა ვარ ეხლა ამ შემთხვევაში გიგაბოკერიასა და გიგიუგულოს მეგობრებო არის იმაში რომ ალეკო ისე მეტი თქვენი პარტიის ლიდერზე ხომ არ უნდა ისაუბროთ რომელიც დღეს არ იყო იქ და ხელიც კი არ გამასწარი დიანა მეგობრობაზე გამახსენდა საშვიზე რატო ჩამოვარდა საუბარი იმიტომ რომ არც ვფიქრობ ერთი წამით რომ იქ ალეკო შევა არ შევა თქვენ ამორიცხულია როგორ უნდა შევა თუ შევა ძალიან ღიათ ამბობს რომ თუ შეთანხმება არ იქნება არ შევალო ოღონდ საკითხავია ვის რა მიაჩნია საკმარისად ამ შეთანხმებაში ნიკა საარჩევნო რეფორმაზე ამაზე ვისაუბრებ შემდეგ მანამდე შეთანხმებით ნიშნავს რომ ყველა უნდა შევიდეს ყველა თუ არ შედის ეს საერთო შეთანხმება მეც ძნელად წარმომიდგენი ეხა გუში ხომ მყავდა ეთერში ალეკო და როდესაც ვესაუბრებოდი ხო მეც ძალიან ძნელად წარმომიდგენი ეხა კადრის დანახვა ალეკო და ლევანი რომ შეიძლება ამ პროცესში მართლა მე სიმართლე გითხრათ, თუ კი ვინმეს მეკამათებოდი და ხულუკარს მიღმა ვინმესთან, ნუ არა ადამიანები, კოლეგები, მაგრამ კამათი უკვე იქონდა რა თქმა უნდა. თქვენ და გიორგი ვაშაძე შორის ხო იყო ძალიან ცხარე. ასე სხვადასხვაობა უბრალოდ შეიძლება ხომაღალი არც გიორგია 7 ადამიანი და არც მეორე და ნუ რატო მეძულფასება ყველა იქ ყოფი ადამიანი. მე რომ მინდოდეს მათი განადგურება, ხო?
პირიქით ეხა ეშვაკულად უნდა მოიქცე და უთხრა რომ კარგია შედი და სადაც იცი რომ რეალურად თვითგანადგურება გიორგის უნდა და შესვა არა შენი სიტყვების შუაში წინადადებების განცხადების არ დაწერა ჩემთვის აღიქვეოდა შესვლა ნამდვილად და მენანება იმიტომ რომ ჯერა რომ ყველა მათგანს ვინც კი ვართ წარმოდგენილი ამ ოპოზიციაში აქვს რესურსი ვის მეტი ვის ნაკლები და ამ ქვეყანას მოხმარდეს საკეთილდღეოდ და ეს მანერვიულებდა თორე ხა რამსჯი და ხა როცა ვიცი რომ თუ კი ვინმე რამეს დაუშავებდა პირველ რიგში თავის თავს დაუშავებდა თუ შევიდოდა პარლამენტში თორე ნებისმიერი ოპოზიციონერი ვინც შევიდა ოპოზიციონერი ის აღარ იქნება ამას მე არ ნერვიულობ ბიზნესმენები ინგა ვერ იტყოდა რომ აი ოპოზიცია შემოვიდაო გამორიცხული ამაზე კი არ დავდობდი ეს თავიდან მოვიცოდი ნიკა მინდა ვთქვა მე მაგალითად როგორც ერთი მოქალაქე ვარ დაინტერესებული რომ არ შემრჩეს ეს ერთპარტიული პარლამენტი ძალიან მინდა რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის იყოს შეთანხმება მინდა რომ ეს მოლაპარაკება მართლა ძალიან ღიად ვამბობ მე სულ ვიკავებ თავს ღია პოზიციონირებისგან იმიტომ რომ მინდა რომ რაღაც ობიექტური ვიყო ვარ მართლა დაინტერესებული და იცით რომ არ ვარ ახლა თქვენი პარტიის მიმართ დიდი სიმპათიით განწყობილი მაგრამ ვფიქრობ რომ ნაციონალური მოძრაობის გარეშე ფასი არ ექნება იმიტომ რომ 9 მილიონი ამომრჩეველი ყავს ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია მე რა დამიშა ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია და თქვენ თუ არ შეხვალთ მართლა არც ერთი 2%-იანი კი არ ვაკნინებ არავის და არც ერთი 2%-იანის შესვლა არ რა გადაარჩენს ქვეყანას პირველ რიგში იმისა რომ 4 წელი არ ვუყუროთ აი ამ სურათს რომელიც იყო დღეს ვერ შევხედავთ ამ სურათს გამორიცხული არის ელემენტარული ლოგიკა კარნახოს არ არსებობს საღი აზრი არის რა ასეთი სტატუს კო ვერ შენარჩუნდება თქვენ ძალიან დიანა რა თქმა უნდა რომ აქ სულ იხილოთ ერთპარტიული პარლამენტი ერთი კაცის პარლამენტი მე ვიტყოდი ეს ერთპარტიული არ არის იმიტომ რომ ერთი კაცის პარლამენტი არის უფრო ვიდრე ერთპარტიული პარლამენტი მაგრამ სხვა გამოსავალი ამ ეტაპზე არ მქონდა ნამდვილად ბოიკოტირება კი არ არის ვითარების რადიკალიზაცია არჩევნების არ ჩატარება არის ვითარების რადიკალიზაცია და რადიკალიზაციას უწყობს ხელს როცა იპარავ არჩევნებს და წაგასწრებენ და მე გარიგებაში უნდა შემოვიდნენ რომ იცი რა შემოდი და დამიკანონე მოპარული არჩევნები. ბუნებრივია სამოქალაქო პროტესტი გაგრძელდება, მოლაპარაკებებიც გაგრძელდება პარალელურ რეჟიმში სანამ იქნება. ელოდებით აი ამ პერიოდში რამეს შემოტრიალებას მოლაპარაკებებში. ვიზილებაში იგა ყველაზე კარგად იცის რომ მეფეთქებადი ნაღმი არის მისთვის ერთპარტიული ერთი კაცის პარლამენტი. არა. ამიტომაც ყველაფერს აკეთებდა რომ იქ ყოფილიყო დღეს ისურათი მართლა კომპარტიასავით ხალხო ეხა ვინ წარმოიდგენდა რომ ერთი დღე დადგებოდა და ერთადერთი პარტია გახსნიდა შევიდოდა საპარლამენტო ივანიშვილს მოუწევს კომპრომისზე წამოსვლა ივანიშვილი კი არა ვინ სააკაშვილიც რო იყოს ივანიშვილის ადგილზე ეხლა თქვენს რო იყოს სხვაც რო ნიკა აი რა არის ეს კომპრომისი ხელისუფლებას მოუწევს კომპრომისზე წამოსვლა რა არის ეს კომპრომისი იმიტომ რომ მაგალითად ვახსენეთ სერბეთის მოდელზე იყო საუბარი 2022 წელს ვადამდელი არჩევნები. ბადრი ჯაფარიძემ თქვა რომ ეს შეიძლება იყოს განხილვადი იდეა რომ ეს კუბილიუსის ციტატა იყო ასეთი. ახალი არჩევნების გარდა არ მოსახება გამოსავლოთ არც ერთი. არა, აი რომ გითხრა რომ იყოს ახალი არჩევნები, აი სერბეთზე კუბილიუსის განცხადებიდან გამომდინარე გისვამ დიანა ამ კითხვას და გითხრა რომ კარგით იყოს ახალი არჩევნები, ოღონდ იყოს ეს 2022 წელს და მაგალითად. ჩვენ როდესაც ვითხოვთ ახალ არჩევნებს, როდესაც ვითხოვთ და ვამბობთ რომ ამის გარდა კრიზისს ვერაფერი ვერ დაძლევს. ბუნებრივია გულისხმობთ ეხა არჩევნები ვერ ჩატარდება ერთ თვეში, ხო? ეხა რო გამოვიდეს ივანიშვილი თქვას ახალ არჩევნებს ნიშნავს ერთ თვეში ვერ დაძლევს, მაგრამ 2022 წელი ძალიან შორია. 2021 ჩვენი მოთხოვნა არის. თვითმმართველობასთან ერთად 2021-ში თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ჩატარდეს ეროვნული არჩევნები. და თუ არ წამოვიდნენ, აი რა ხდება? ამან ახეთ პროცესი სახელმწიფო ფუნქციონირებას შეძლებს ასეთ ვითარებაში ისედაც ლეგიტიმაციის ნაკლებობას განიცდიდა ეხა ბიზინო ივანიშვილი და ახლა როდესაც ყველაფერი მის ხელში არა პოლიტიკა ხახტო უნდა გვესმოდეს რომ მართლა ორი ნაწილისგან შედგება რა ხელისუფლებისგან და ოპოზიციისგან ერთის გარეშე ეს პოლიტიკა აღარ არის ეს არის ცალკარში იქ რატო არ იყო გრიგოლ ვაშაძე დღეს თქვენთან რატო არ მოაწერა გრიგოლ ვაშაძე ფიზიკურად მართლა ვერ მოახერხა კარგით ეხა მართლა მისი განცხადებებიდან გამომდინარე უკვე ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდა რაც განცხადებები
მიღწევები მანაკეთა. სხვისი პარტიის ლიდერების კრიტიკაზე რომ მაგარი ხარ, თქვენი უნდა გააკრიტიკოთ, ხო იცი აქედან იწყება. თუ იცით, საერთამამის ტესტი ეს არის შინაურებზე რა სიტყვი. არა როგორ გეკითხა. ისე სითამამის დეფიციტს არ უჩივის ნიკა, სხვა შორის ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებული განცხადება გამახსენებინა რეაქციაში ერთხელ როცა ვკითხე ვანო მერაბიშვილი სადაც იქნებაო იმ გუნჩიო მე არ ვიქნებიო მაგრამ სად არის გრიგოლ ვაშაძე რატო არ იყო დღეს თქვენს გვერდზე ფიზიკურად ვერ შეძლო ადამიანმა ყოფნა იქ სადაც ჩვენ ვიყავით და სხვებმაც ვერ შეძლეს მაგალითად ნიკა მაჭუტაძეს მაგალითად ეხა ოჯახის წევრი გარდაიცვალა ვერ ვიღაცა თვითიზოლაციაში და ასე შემდეგ მესმის ეს ანდრიო ხანაშვილის ვერმის სულა სესიაზე იზოლაციაში ყოფილა და სესიაში თვითიზოლაციაში არიან როგორც ჩანს მესმის ეს კითხვები ჩდება მეც ვიყო ჟურნალისტი გონია სტუმარს ესე გაუშვებდი მით უმეტეს იმ პარტიის წარმომადგენელს რო არ დამესვა ეს კითხვა რა თქმა უნდა მეც ეხა ბატონ გრიგოლს აუცილებლად ვეთქვი რომ თქვენი გადაცემის ან თქვენი არქივის რომელიღაც გადაცემაში მოაწესრიგებდა და მიიღოს იმიტომ ეს კითხვები ჩდება. კითხვები არის სხვათა შორის მივწერებ რამდენჯერმე რომ მოსულ პოლიტიკა არის საჯარო ცხოვრების გარეშე და პოლიტიკა გამოიწვია. შენ იცი მე რატომ გცემ შენ პატივს იმიტომ რომ ასეთი ტიპის კითხვებზე მზად ხარ. პარალელურად კადრები გავა გახარიას ჟურნალისტი თქვა ცდილობს გახარიასთან კომენტირებას და ის უარს. გიორგი რომ გავცეთ რა ამ კითხვაზე პასუხი. დაბრუნდა პარლამენტში პრემიერი. ახალი სახეები ვინ იქნებიან ტიკარაძე თუ იქნება მინისტრთა კაბინეტში ბატონო გიორგი ისე ხა მეც ხუმრობის ხასიათზე დავახინა ნიკაბელია და გახარია რომ მოუბრუნდეს და რომ უთხრას მე რას მეკითხები წადი ბიძინა ივანიშვილის კითხები ტიკარაძეს მას დაპირისპირება აქვს და სერიოზული გახარია შვილთან მიმართებაში სულ მქონდა ესეთი დამოკიდებულება არასდროს არ გავბრაზებულა როდესაც პარლამენტის წევრი იყო სუთაისში ზუსტად ჩემს უკან იჯდა ზუსტად აი ჩემს უკან იჯდა და არასოდეს აქტიური არ იყო არასოდეს სიტყვით არ გამოდიოდა და რითი დამახსოვრდა თავი როდესაც მიკროფონს ჩავთავდი მე სიტყვით გამოდიოდი ანუ სამწუთიანი ან ორწუთიანი ის შესაძლებლობა გამომეთ იძეოდა სულ გამოცებდა ხმებს უკმაყოფილების ანუ რომ გამეგო მე ოხრავდა ისეთ აი და მახსენდებოდა ჩემ მეზობელი იყო ბავშვობაში კარის ვახტანგ ლობჟანიძე და მას ყავდა მეუღლე ზინა გვარი არ მახსოვს რომელიც მეშინოდა ამ ხალხს რატოც ბურჯ გვართმევდა გვიმალავდა ბავშვობაში და აი დაახლოებით რო უყურებდი ქალბატონ ზურაბიშვილს სულ აი ქალბატონის ზინა მახსენდებოდა ჩვენებული და ახლა დღევანდელი მისი განცხადებაც რომ ხალხი ქუჩაში დგომით არ დავიღალეთო ახალ ჩამოსული რომ იყო მინისტრად დროებამ გამაგზავნა რეპორტაჟის მოსამზადებლად და ძალიან კარგი დიასახლისია და ისეთი სუფრის გაშლა და ისეთი მასპინძლობა იცის არ ვიცი ახლა ალბათ შენარჩუნებული ექნება ეს მიზებები პოლიტიკაში მოსვლამდე ხა ხო ჩემთანს ვატყო ბევრად უფრო სოციალური ვიყავი და მიყვარს სოციალიზაცია განსაკუთრებით უცხო ადამიანებს ხალხური მიყვარს მაგალითად ფაბი რატომ ფაბში რატომ მიყვარს ინგლისში ფაბში სიარული უცხო ადამიანებთან იძლევა შესაძლებლობას დაამყარო ურთიერთობა და მიგეთ აი ქალბატონი ზურაბიშვილი ჩვენთვის არის უცხო და მისი ახლოს ქალბატონ სალომე მე თქვენს ადგილას ნიკას მივიწვედი ჩიკაჩაიზე ისე უნდა ვთქვა რომ მეც ვარ მასთან სახში ნამყოფი ბევრი წლის ძალიან კარგი მასპინძლობა იცის ნამდვილად ეს უნდა ვთქვა და ძალიან კარგი მასპინძელი იყო ჩიკაჩაიზე ვიყავი მასთან ბევრი წლის წინ და აი მართლა საუკეთესო მასპინძლად მახსენდება. სხვათა შორის მისი ფუნქციაც არის პრინციპში საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს რაღაც პოლიტიკური კრიზისის მოგვარების სურვილი. გადავდივართ ეხლა რამდენიმე წამში პარლამენტთან ნიკა უნდა დავასრულოთ. დიდი მადლობა ერთი სიტყვით ყველაფერი იქნება კარგად მესმის რომ ხალხი ღელავს თუმცა სხვა გამოსავალი უბრალოდ ჩვენ არ გქონდა ჩვენ მქონდა ან გაფორმების გამოსავალი ივანიშვილისთვის ლოკალური არჩევნების ან ბოიკოტის რეჟიმში დარჩენა. შედგა ეს ერთობა, შედგა ბოიკოტი, არავინ არ შევა და არ შევიდოდა ეს ვიცოდი რაღაც შევა პარლამენტში. აქედან გამომდინარე პარლამენტი უბრალოდ ასე ფუნქციონირებას ვერ შეძლებს. ბოლო კვირა როცა რაღაც უნდა გადაწყდეს. არ მგონია რომ ბოლო კვირა იყოს. აი მე და მელიო ვარ ვიდრე მანდატებზე საბოლოო ჯაფარიძე ხარ აი ნერვების ლომი. ნერვების ლომი გვესმოდეს რომ 1, 2 და 3 კვირა შესაძლებელი რესპუბლიკელებზე ვერ გკითხეთ. არაფერი თავად იყვნენ ხო თქვენ? კი იყვნენ, მაგრამ არა განაცხადეს რომ პარლამენტში არ შევარდო ნაციონალური მოძრაობის ბლოკის გარეშე. მაგრამ ჩვენ რო გვაქვს ინფორმაცია რომ თქვენ ძალიან დაუძაბეთ მათ. არავინ არ შევიდოდა მით უმეტეს ახლა ხათუნა სამნიძე და თამარ კურძაია.
არავინ არც ერთ ეტაპზე განსაკუთრებით თამარ კორძაია, რომელიც 11 ტერფამდე იყო ჩართული საარჩევნო ასე ვთქვათ ხარვეზების და დარღვევების თამარმა გაყავდა არჩევნები. უბრალოდ განცხადება, რომელიც მათ გაავრცელეს წინააღმდეგობაში მოდის იმ გადაწყვეტილებასთან, რომელიც ზალა ერთობაშია ბლოკმა მიიღო. ამაზე გვექნება ჩვენ მცდელობა. იცოდით, რომ ამ განცხადებას აკეთებდე, რაც წინააღმდეგობაშია ბლოკთან ზალა ერთობაში. ვიცოდი, მაგრამ არ მივესალმები არანაირად ამ განცხადებას, იმიტომ რომ როდესაც განცხადებაში იწერება, რომ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ მიმართავთ შესაბამის უწყებას. ხო. ასაგები არაფერი აქ თითქოს პრობლემური არ არის, მაგრამ რომ არ ვიყოთ ჩვენ პარტნიორები ბლოკის ფარგლებში, მე არ მქნებოდა არანაირი პრეტენზია. მაგრამ როდესაც ყველა ვართ ერთ პოზიციაზე და რესპუბლიკური პარტია აფიქსირებს განსხვავებულ პოზიციას, ეს ნდობის შედუღაბებას ხელს არ უწყობს, ვიბათ რომ პირიქით გაჩნდა კითხვის ნიშნები არამხოლოდ ჩემში, არამედ უამრავ ნაციონალურობის ხარდაჭერაში. და ამიტომაც ლევან ხაბეიშვილმა თქვა ჩვენს ჩემი განსაკუთრებით პოლიტიკაში თუ ნდობა არ არსებობს, იქ თანამშრომლობა ძალიან რთული არის. მით უმეტეს, როდესაც არის ბლოკი, რომელსაც უნდა ხელისუფლებაში მოსვლა. მე ეს ნდობა დღეს რადიკალურად შემიმცირდა. მაინც მოიკითხეთ გრიგოლ ვაშაძე, რა იცით რა ხდება თქვენი პარტიის თავმჯდომარეა და სად არის? რა ვიცი, მე მოვიკითხავდი თქვენს ადგილას. სახლშია ნამდვილად და მე ვთხოვ რომ აუცილებლად თქვენი გადაცემის ჩემთან თუ არა დიანას მაინც იმედია დათანხმდება სტუმრობაზე. ბატონო გრიგოლ უმურჩილესა. თავაზობთ პირდაპირ ეთერს. წარმატებული. მადლობა.